მოგესალმებით, თქვენ უყურებთ თავისუფალ ტრიბუნას მეორე არხის პირდაპირ ეთერში ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეთმობა პოლიტიკურ გაერთიანებას ეროვნული ფორუმი და ჩვენი სტუმარი არის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე. მოგესალმებით ბატონო თემურ, გმადლობთ ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის. საქართველოს ეკონომიკაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ ბიზნესზე, რეგულაციებზე და ამ სხვა საინტერესო საკითხებზე. საქართველოს ეკონომიკა რჩება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული დარგი საქართველოში და ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი ჩვენი მოსახლეობისთვის. ბოლო დროს ჩვენ ხშირად გვესმის სხვადასხვა რეკომენდაციები ეკონომიკის გაჯანსაღების თვალსაზრისით. თქვენი პოზიცია როგორი არის და დაუშვათ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეკონომიკის განვითარება ჩვენს ქვეყანაში? დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს რაღაცა სვლები, არის რაღაცა განვითარების ტემპები, რეგიონში იცით რა მოვლენები მოხდა და საქართველოს გინდა თუ არა ამ რეგიონში აღმოჩნდა ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც უნდა დაეძლია ეს პრობლემები. მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ არსებობს მეთოდები, არსებობს მიმართულებები, არსებობს გზები და ხერხები, რომელ ვითარებაში შეიძლება ჩვენი ეკონომიკა გაცილებით სწრაფად განვითარდეს. ანუ ჩვენ ინვესტორებს კი არ ვეხვეწოთ, რომ ჩამოდით, არამედ მათთვის გავხადოთ ძალიან მომხიბვლელი და მომგებიანი საქართველო და უფრო მეტიც საქართველოში წარმოებული პროდუქცია არა მარტო შიდა ბაზარზე, არამედ გარე ბაზარზეც გახდეს კონკურენტუნარიანი. ეხლა საქართველოში განახორციელები ვიცით არიან ის, ვინც არიან. მაგრამ იმის გარდა რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვერ აქტიურობს, ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, რომ საქართველო დაიყოს არაერთ, არა უბრალოდ სადღაც თავისუფალ ეკონომიკურ ზონად, არამედ მრავალ დიფერენცირებულ საგადასახადო ზონად. გამომდინარე იქიდან, სადაც უფრო რთულია ეკონომიკური საქმიანობა, სადაც უფრო ყველაზე მეტად დაიცალა რეგიონი, ყველაზე ნომინალური, ყველაზე მინიმალური გადასახადი იყოს იქ, სადაც შედარებით უკეთესია დაუშვათ 2%-იანი, სადაც უფრო მეტი 4%-იანი და ამ შემდეგ თბილისი დარჩება ყველაზე მაღალ საგადასახადო ზონად, ისედაც როგორიც არის. ამას მოყვება ეკონომიკური აქტივობების გასვლა თბილისიდან რეგიონში და სხვა ქვეყნებიდან უკვე დიდი ინტერესით ჩამოსვლა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში საქართველო კი არ განიხილება ბაზრად, არამედ განიხილება უკვე ბაზრად საქართველოს მიღმა არსებული ყველა რეგიონები, რომლებიც არსებობს უკრაინის ჩათვლით და რუსეთის ჩათვლით, იმიტომ რომ აქ უკვე შეიძლება ვიღაცა პროდუქცია აწარმოს ნულოვან ან 2%-იან საგადასახადო ზონაში. მეორე, გარკვეული სესხები შეიძლება რაღაცა ოდენობის სესხი სახელმწიფომ აიღოს, დაბალ პროცენტიანი სესხი, გამოცხადოს ტენდერი და იმ ბანკს მისცეს ოპერირებისთვის, რომელიც კონკრეტული პირობებით აიღებს ამ სესხს. პირობითად, ყველაზე რთულ რომელიც თქვით ნულოვან საგადასახადო ზონაში 3% განაკვეთი იყოს პირობითად თქვა 3 ან 4%, უფრო სადაც უფრო ადვილია მუშაობა 4%, 6% და თბილისში როგორც აძლევდა, ისე გასცეს სესხი, ხო? გამოდის რომ მას აქვს არჩევანი ადამიანს, რომელიც ზონაში წავიდეს საქმიანობის. ადამიანი, რომელიც აქ თბილისში ჩამოსულია, ტაქსაობს და რაღაცა, იმას უკვე აქვს შესაძლებლობა დაბრუნდეს რეგიონში, აიღოს უფრო დაბალ პროცენტიანი სესხი და დაიწყოს აქტივობა რაიონში. ეს ძალიან მარტივი გასაგებია. თან საგადასახადო სისტემა რომ იყოს ადვილი ოპერირებისთვის, გადასახადი უნდა ექნეს, ესე იგი დაბეგრვა უნდა ხორციელდებოდეს არა კომპანიის ან იურიდიული მისამართის მიხედვით, არამედ კონკრეტული საქმიანობის მიხედვით, სადაც ის ნამდვილად ოპერირებს, სადაც ის ნამდვილად მუშაობს. ფიქრობ, რომ ბუნებრივად საქართველოს რეგიონების დაცლამ გვიჩვენა საჭირს ყველაზე მეტად მოსახლეობის დაბრუნება, ამიტომ ყველაზე ნულოვანი ზონა, ანუ ყველაზე დაბალი საგადასახადო ზონა უნდა იყოს იმ ზონებში, სასაზღვრო გარდაქმნაში და შემდეგ მაღალმთიან რეგიონებში, მერე წამოვა უკვე სადღაც 2%-იანი, სადღაც 4%-იანი, ეს ბუნებრივად გვაქვს უკვე ეს სურათი, იმიტომ რომ ვიცით სად როგორ დაგვეცალა. ანუ მარტივად რომ ვთქვა, სადაც მეტი პროცენტი დაიცალა, იქ იქნება 0%, სადაც უფრო ნაკლები, თვითონ ციფრები გვეუბნება, სად რამდენად დაიცალა რეგიონი. ბატონო თემურ, ამ შემთხვევაში კონტროლის მექანიზმი როგორი იქნება, რომ არ მოხდეს ისეთი შემთხვევა, რომ დაუშვათ 0%-იან რეგიონში არსებობს კომპანია, რომელიც დაუშვათ მან აიღოს ეს 0%-იან რეგიონში, მაგრამ სინამდვილეში თბილისში რეგისტრირებული და ახორციელებს თბილისში. სერიოზული ჯარიმი, იმიტომ რომ ოპერირება ნიშნავს ოპერირებას. ანუ თქვენ თუ აიღეთ 0%-იანი სესხი, თქვენ პროდუქციას უნდა ქნიდეთ იმ ტერიტორიაზე, მთელ ბუღალტერიას უნდა აწარმოებდეთ იმ ტერიტორიაზე, ხელფას, ჯამაგირს და შემდეგ მოსამსახურე პერსონალს უნდა უხდიდეთ იმ ტერიტორიაზე, ამის ბუღალტრული დამალვა ექნება ძნელი და შეუძლებელი. იმიტომ რომ ყველაფერს ხო თავის ხარჯები აქვს. იქ ხომ არის მოქალაქეები, რომლებიც თქვენთან არიან დასაქმებული, ვის უხდით ამ ხელფასს და შემდეგ. ისე რომ მან ვერ მოატყუებ თუ სისტემა სწორად მომართავ. ეგ არ არის პრობლემა. ნუ სადველი გასაკეთებელია, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს? ესე იგი ეს თუ ამ სურათს ჩვენ წარმოვიდგენთ, ესე იგი ას დავუშვათ გაშლილად, მეორე მხრივ ჩვენ მივიღებთ დაცლილ თბილისს.
თბილისიდან, ესე იგი, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გავა რეგიონებში უკვე აქტივობისთვის, იმიტომ რომ ალბათ არალოგიკურია ვიმოქმედოთ 18%-იან საგადასახადო ზონაში, როდესაც მაქვს სადღაც სამშობლოში 2 ან 4%-იანი საგადასახადო ზონა, სადაც სახლიც მაქვს, ეზოც მაქვს, სახკარიც მაქვს, ყველაფერი, ხო? ანუ ეს მიბიძგებს მე რომ დავბრუნდე რეგიონში. თბილისი დარჩება ადმინისტრაციულ ქალაქად და ბიზნესი დარჩება თბილისში მარტო ის, რომელიც ადმინისტრაციულ ქალაქს ჭირდება. ფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მოხერხებული, რაც საჭიროა. ამას პლუს ფიქრობ, რომ უნდა იყოს გადახედული, უნდა გადავხედოთ ჩვენ სტარტაპების სისტემას. სტარტაპების სისტემას რატომ? ესე იგი, სტარტაპი გარკვეულწილად სტარტაპია, ვიცით რომ ეს სარისკო თანხებია, მაგრამ თუ ჩვენ ამის ოპერირებასაც გავაკეთებთ სწორად, ფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული როგორ ითქვა, დადებითი ეფექტი შეიძლება კონდეს ამას. მაგალითად, უნდა იყოს ძალიან კარგად შერჩეული ის, ვინც გადაწყვეტილებას ღებულობს. სტარტაპის ბიზნესი უნდა იყოს ძალიან კარგად შემოწმებული, რომ ის ნამდვილად ბაზარზე ორიენტირებული და გარანტირებული ასეთი პროდუქტის გაყიდვა. გარანტიად უნდა იქნეს გამოყენებული ის ბიზნესი, რომელიც ფინანსდება და არა პიროვნების ქონება და ვიღაცის სახკარის გაყიდვა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ თუ ის ვერ შეძლებს ოპერირება, სულ ცოტა იმისი შრომა რჩება კომპანიაში, სულ ცოტა იმის ინტელექტუალური პროდუქტი რჩება კომპანიაში და კომპანიის გასხვისების შემთხვევაში როგორც ვიცით, შესაძლებელი ამ კომპანიის თუ ვიღაცა თვითონ თანამშრომლების დასაქმების პრობლემაც არ იქნება თუ გასხვისდა ხო კომპანია. აბსოლუტურად სწორია. ეს ყველაფერი იქნება ძალიან მართლად. ესე იგი, თავარი ამ შემთხვევაში უკვე თავარი ხდება როგორც ბევრგან და ბევრ ქვეყანაში და ყველა განვითარებული. თავარი ხდება იდეა. რა არის ის იდეა, რომელიც ფული ღირს? და მერე უკვე იმას აქვს ბრუნვა, არ აქვს, ჩვენთან უყურებენ როგორ. მოგცემს ეს კი ბატონო, მიჩვენე როგორი ბრუნვა აქვს, თქვენიც როგორი ადამიანები გააკოტრეს. ძალიან ბევრი ნიჭიერი, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მეწარმე იყო თავის სული სისხლით ხორცამდე. და იმათ არ აქვს ეს ბრუნვები, ისინი ბანკს ვერ აჩვენებენ და ამ ადამიანების ვერ გამოყენება ქვეყანაში. მე რომ მკითხოთ არასწორია. იმიტომ რომ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაში ესაჭიროება ყველა რესურსის გამოყენება, ინტელექტუალური, შრომითი ის რაც გვაქვს, ისედაც ვამბობთ რომ თანამშრომლებს დაბალი ხელფასი აქვს, დიდ ბოდიშს ვიხდი. ამ გამო ძალიან ბევრი ამბობს, ჩვენ სპეციალისტები არ ყავთ. მე დავაკვირდი სპეციალურად განცხადებებს, რომელიც ქვეყნდება. წერია რომ მაგალითად ვეძებ IT ინჟინერს ან რაღაც მაღალი კვალიფიკაციის ბიზნეს ესე უბრალოდ მენეჯერს კომპანიისთვის 300 და 400 ლარი წერია ხელფასი ახლა აი როგორ წარმოგიდგენთ იქ ვინ შეიძლება მივიდეს და მე იმისი პატრონი ამბობს რომ თურმე დეფიციტი ყავს კადრების. აბა გამოაცხადოს 5 და 8 და 10000 ლარიანი კონკურსი რომ აი ამ როგორ გითხრათ ამ კომპეტენციას ადამიანის ამ დონეს ცოდნის ამას რომ ამ ხელფასს უხდის. ანუ შესაბამის ხელფასს ხო? ამ შემთხვევაში უკვე მოთხოვნა მიწოდების საკითხი იქნება დარეგულირებული, მაგრამ როდესაც მე ვითხოვ ძალიან მაღალ კვალიფიკაციას და ძალიან დაბალ ხელფასს ვაძლევ, ნუ ეგ სასაცილოა, ხო? აი იგივე თქვენთან მაგალითად ტელეკომპანიაში ვიცი რომ ძალიან დაბალი ხელფასებია, კვალიფიკაცია ძალიან მაღალი. ალოგიკურია. ეხლა ამ ადამიანებს ამ წუთში არჩევანი რომ გქონდეთ, არც ერთი თანამშრომელი არ გაჩერდება, დარწმუნებული ვარ. ასეთია ბევრი. შრომის დაფასება ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი. ისა სტარტაპების თემას მინდა დაუბრუნდე ბატონ თემურ, ჩვენ რამდენიმე ზარი ქონდა თავისუფალ ტრიბუნაში მასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები ვერ იღებენ სტარტაპს, ვინაიდან მათ ხოვენ ქონების ჩადებას, რომელიც მათ ან არ გააჩნიათ, ან უკვე ბანკში არის ჩადებული იპოთეკის ან სხვადასხვა სესხების სახით. ამ შემთხვევაში იდეალური გამოსავალი თქვენი აზრით როგორია? ეს არის მხოლოდ კეთილი ნება ხელისუფლების მხრიდან თუ საჭიროა საკანონმდებლო ინიციატივებიც? ამისთვის საჭიროა საკანონმდებლო ინიციატივა ერთი. ესე იგი კანონი უნდა არეგულირებდეს საერთოდ რა არის ეს სისტემა, როგორ არის, ვის შეიძლება კონდეს ფული სტარტაპში რომ კონკრეტულმა დაუშვათ ბიზნესსაც მიიღოს მონაწილეობა და რაღაცა თანხები გამოყოს, უნდა არსებობდეს ალბათ რაღაცა რეგულაციები და შეღავათები თუ მე ამ ფულს სტარტაპში ვდებ და ასე შემდეგ. მაგრამ მეორე თემაა რომ თვითონ სტარტაპს უნდა მიუდგეთ ძალიან სხვანაირად. ესე იგი სტარტაპში მთავარი უნდა იყოს არა მისი ქონებრივი მონაწილეობა, როგორც თქვი, არამედ ის იდეა ნამდვილად ღირებულია თუ არა, ყველანაირად გადამოწმდეს, ესე იგი, აქვს თუ არა ამ იდეას ნამდვილი საბაზრო ღირებულება და თუ ეს ფაქტია, და თუ მტკიცდება, რომ ამ პროდუქტს აქვს საბაზრო ღირებულება, რამ უნდა გააჩეროს მაშინ? მე ხომ ამ ფულს ამ პიროვნებას არ ვაძლევ, მე ფულს ვაძლევ კონკრეტულ საქმიანობას, კონკრეტულ ბიზნესს. ვაძლევთ ახას იმის რომ მაშენდეს ობიექტი, ვაძლევთ ახას იმის რომ შეიწყოს დანადგარები, ვაძლევთ ახას იმიტომ ამ ყველაფერს მე ვაკეთებ. და აგერ მაქვს ობიექტი, აგერდებს ის იდეა, აგერ ამუშავ და წარმოება. თუ ის ოპერირებს, ბოლო-ბოლო მე დაუნიშნავ მენეჯერს, კონკურსს გამოვაცხადებ და დაუნიშნავ მენეჯერს
მმართველს, რომელიც ამ საქმეს წარმართავს. თუ იმ პიროვნებამ, ვისაც მაგარი იდეა აქვს, მენეჯერული თვისებები თუ არ აქვს. და თვითონვე დაიწყებს ნელა-ნელა ამ ჩადებული ფულის გამოსყიდვას, ანუ ყოველგვარი დანარჩენი ქონების, მატერიალური ქონების უზრუნველყოფის გარეშე, იმიტომ რომ მატერიალური ქონება უკვე უზრუნველყოფილია ის, რაშიც ფული ჩაედო, პლუს ადამიანის ინტელექტუალური ცოდნა, რომელიც ჩაედო იმ საქმიანობისთვის. ეს იქნება წინასწარი შეთანხმების საკითხი და დამთავრებულია. ხომ არ აპირებთ თქვენ აი ამ ინიციატივების პაკეტად ჩამოყალიბებას? მე ასეთი ინიციატივით გამოვედი, მე ვთქვი, მაგრამ როგორი მომენტია, იცით, ვფიქრობ, რომ ჩვენ ადრესატი უნდა ვიპოვოთ სწორედ. ამიტომ მე ვიფიქრე, რომ უნდა გამოხვიდე იმ რესურსებით, რომელიც სახელმწიფოს უკვე რაღაცაში ჩადებული აქვს, ხო? ჩავთვალე, რომ ასეთად გამოდგებოდა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. ანუ თუ პარლამენტი თანახმა იქნება, რომ მათ გაუზარდოთ მომავალ წლიდან ბიუჯეტი და სერიოზულად გაუზარდოთ და მივცეთ ასეთი მიმართულება, რომ თქვენ ბიუჯეტს გიზდით იმის, რომ თქვენ ამის ოპერირება განახორციელოთ და აი ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ ისინი ამას ძალიან კარგად გაართმევენ თავს. მათ გააკეთეს ეგრეთ წოდებული ფაბლაბები, ახალგაზრდებს აქვს შესაძლებლობა ინსტიტუტის მიღმა იდეები მიიტანონ იქ, შეამოწმონ იდეა საპატენტო ღირებულებაზე, თუ მათ ესე იგი სურთ დაპატენტება, ეხმარება ესე იგი ორგანიზაცია მას პატენტის მიღებაში, თუ მას ესაჭიროება ნიმუშის დამზადება, ეხმარება ნიმუშის 24 საათი მუშაობს ორგანიზაცია. აგერ თქვენ კომპიუტერი, აგერ თქვენ სპეციალისტები აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდამ თავისი იდეა გადაიყვანოს პროდუქტში. მაგრამ ეს პროდუქტი მე ხო ვიღაცამ უნდა გამოუშვას და თუ ამ პროდუქტს მტკიცდება, რომ საბაზრო ღირებულება აქვს, უფრო მეტიც არიან მყიდველები და მზად არიან გააფორმონ კონტრაქტი, რომ თუ ეს პროდუქცია გამოვა, მე მზად ვარ ვიყიდო ამდენი და ამდენი, ამას წინ რაღა უდგას. რომელმა სხვა ბიუროკრატიულმა ან რომელმა სხვა მოქმედებამ შეიძლება ეს შეაჩეროს, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის ბაზრისთვის, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო იდეისთვის იბრძვის, რომელიც შეიძლება ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ სეგმენტში შეიჭრას. მაგალითად, თუ ვიღაცა უშვებს საათებს და მეც იგივენაირი საათით შევდივარ, მერწმუნათ იქ შესვლა ძალიან ძნელია. მაგრამ თუ ვიღაცა უშვებს რაღაცა საათებს, მაგრამ ჩემი საათი არის აბსოლუტურად ნოვაციური, აბსოლუტურად განსხვავებული. თან მე მაქვს დაპატენტებული, რომ ეს ჩემი ექსკლუზიური წარმოების უფლება, ანუ ნებისმიერმა მხოლოდ ჩემი ნებართვით უნდა აწარმოოს და მე ამ საბაზრო ურთიერთობაში შევდივარ, როგორც უკვე ამ ინტელექტუალური პროდუქტის მეპატრონე, ეს მე მაძლევს პრივილეგიურ ექსკლუზიურ წარმოების უფლებას და ფაქტიურად იურიდიულად მონოპოლისტის უფლებას მაძლევს, იმიტომ რომ მე მაქვს მხოლოდ უფლება გამკარგო, ხო? როგორ შეიძლება ესეთი რაღაცები აურიოთ ბიუროკრატიაში, აურიოთ იმაში, რომ აქვს თუ არა მას რაღაც ბოლო 3 თვის განმავლობაში ანგარიშზე ბრუნვა. ნუ ეს რაღაცები ალოგიკურია. იმიტომ რომ არსებობს პირველადი, მეორადი, მესამედი. თუ არსებობს მაგარი იდეა, მე რაც ამისთვის საჭიროა, ყველაფერი შემიძლია გადავჭრა. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ბიუროკრატი, ძალიან ბევრი ადამიანი თავის სამსახურში რისკს ვერ იღებს თავისავზე, ვერ ღებულობს გადაწყვეტილებას, უფრო მეტიც. სამსახურში ადამიანებს პატარა პრობლემების გადაჭრა არ შეუძლიათ. პატარა შეუთავსებლობის. ის უსუსურია, ურჩევნია ეს წერილზე მიაწეროს და ვიღაცისკენ გადააგზავნოს, ან მოქალაქეს უარი დაუბრუნოს, უბრალოდ მოიცილოს თავიდან. მე ასეთი წერილები ბევრი მინახავს. და ეს მოქალაქე მე ვფიქრობს, რომ ეს ხელისუფლება ვერ გაართმევს თავს, არადა მეორე ადამიანები, რომლებიც დღე-დაღამე მუშაობენ, ეს ადამიანები აუფასურებენ იმ ადამიანის შრომას, რომლებიც მართლა მუშაობენ. და მართლა არ იმსახურებენ ასეთ შეფასებას, ხო? აი ეს არის უკვე ურთიერთგამომრიცხავი რაღაცა. ჩვენ ეს კადრებიც უნდა შევცვალოთ ალბათ, უნდა ვიფიქროთ თუ საჭიროა არ ვიცი მათ განათლების ამაღლებაზე, თუ საჭიროა აბსოლუტურად სწორია, მაგრამ ამავე დროს კონტროლი გჭირდება. იმან ეს წერილები უკან რომ გადაამისამართა. ერთი არ ქონდა უფლება რომ ეს საკითხები გადაეჭრა, ან როგორ უნდა გადაეჭრა. იმიტომ რომ თუ ამათ ჩვენ ეს პასუხი არ მოვთხოვეთ, ყველა სურჩევნია დროზე მოაწეროს ხელი იქით უარზე გაუშვას და საღამოთი არ დააგვიანდეს ბოდიშით შეიძლება სახინკლეში ან დაბადების დღეზე. ან თუნდაც ვარშავაში. და ეს არასერიოზულია, იმიტომ რომ ბიუროკრატი როდესაც სამსახურში იწყებს მუშაობას, ეს იმას ნიშნავს, ეს დღე-დაღამე უნდა მუშაობდეს ვისი, მხოლოდ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. და თუ მოქალაქე მოდის და მე პრობლემას ვერ უწყვიტავ, რატომ ზივარ, იქ არ მესმის. სულ ცოტა იმდენი ხომ მაინც ვიცი, რომ მაშინ განცხადება დავწერო. პატარა განცხადება რომ გთხოვთ გამათავისუფლდეთ სამსახურიდან, რადგან მე რაც არის. მაყურებელი დაგვიკავშირდა, კითხვა არის თქვენთან. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობათ. ბატონ თეიმურას მაიზურაძესთან გვაქვს შეკითხვა, კონკრეტული შეკითხვა და გვაინტერესებს კონკრეტული პასუხი. გისმენთ.
სულ ახლა ნახსენა ბატონ თეიმურაზმა ინვესტორების შესახებ. მაქვს ასეთი კითხვა, რამდენად სწორია ბატონო თეიმურაზ მაღალმთიან ზონაში, როდესაც მოდიან ინვესტორები, გლეხებს მიწებს ართმევენ და ეძახიან ინვესტიციებს. ამ დროს გლეხებს სწოვებენ შრომის გარეშე და საარსებო წყაროს გარეშე. გთხოვთ გვიპასუხოთ, რანაირი ინვესტორები არიან, რომ მაგალითად გეტყვით დმანისის რაიონის სოფელი გომარეთი გლეხებს აგვარდეს მიწები და დაარქვეს ინვესტორები. შეგვიჭვიდეს საარსებო წყარო, საარსებო შრომა და აღარსით რა ქვია, დაგზავნა დავაძეთ. გთხოვთ გვიპასუხოთ კონკრეტული პასუხით. თქვენ ხართ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი. გთხოვთ თქვენ პასუხს. მადლობთ. გწევთ პირდაპირ პასუხს ყოველგვარი მიკების გარეშე. ინვესტორი, როდესაც შემოდის, ინვესტორმა უნდა დაიწყოს საქმე და კეთება იმისი, რაც ვერ კეთდებოდა ან არ კეთდებოდა. თუ მიწები ვიღაცის არის, უამრავი მიწებია დაუმუშავებელი. აიღოს და დაამუშავოს ვიღაცის მიწაზე. მე არ მესმის, რატო უნდა მოვიდეს სხვა. იმიტომ რომ ეს თქვენი მიწებია. ადგილობრივ თვითმმართველობას ეხლა ეს მიწები რამდენადაც ვიცი უკვე გადაეცემა და დაუკანონდება და მიწები, რომლებიც რაიონისა და რომელიც თქვენია, ის თქვენია, ხელუხლებელია და შეიძლება თქვენ შემოიყვანოთ ვინმე თქვენ მიწაზე და არა ვინმე თქვენ გაგიყვანოთ და თქვენ მაგივრად იმუშაოთ იქ. მე ვეთანხმები, რომ ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი რაც არის მიწა. თუ საქართველოს მიწებზე აბსოლუტურად წარმოვიდგენთ, რომ ესე იგი ოპერირებას გააკეთებენ სხვები, საქართველოს მოქალაქეს დარჩება მხოლოდ ერთადერთი, რომ ის იყოს მარტო მისი დაქირავებული მუშა. და შენ სახელმწიფოში შენ არ ფლობდე ძირითად კაპიტალს, შენ სახელმწიფოში შენ არ იყო ძირითადი კაპიტალის გამკარგველი, ხომ იცით ეს უკვე რას ნიშნავს? სახელმწიფო მაშინ ხარ, სახელმწიფო ის მაშინ იქნება საქართველოს, თუ მისი ძირითადი კაპიტალი მისი მოქალაქეების ხელში ტრიალებს. კიდევ ერთი მაყურებელი ყავს ხაზზე, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მივესალმები წამყვანსაც, ჩინოვნებს რაც შეეხება ამ შეკითხვის პასუხის წინ ბრძანეთ. მარტივ მაგალითს მოგახსენებთ, ილია ჭავჭავაძის ძეგლი რა დღეში იყო, ავედი ჩვენ მოქალაქეები გავასუფთავეთ კულტურის მინისტრს მიმართეთ წერილობითაც ოფიციალურად პასუხი მომივიდა, მე არ მეხება, თუმცა შემდეგ ცერემონიულად ავიდა და სხვა ორ მინისტრთან ერთად იგივე პროცედურა გაიარა, დაალაგდა და 2 წლის მერე ომის მერე როგორც იქნა გაკეთა ილიას ძეგლი. ახლა ზუსტად იგივეა, დღეს არის 70 წლის თავი სუხიშვილების ანსამბლისა. მოგეხსენებათ ბატონი ილიკო სუფელი მეჯვრისხევიდან არის წარმოშობით და იმ სოფლის კლუბი არის კულტურის სახლი არის გაპარტახებულ მდგომარეობაში. მივმართეთ, რომ 70 წელიწადია ხალხი ისრაელში, ამერიკაში, რუსეთში სადაც გინდა იქ სწავლობს ცეკვას და ილიას თანამსოფლელებს არ აქვს ამის საშუალება. მეთქი გააკეთეთ და დაარქვით ილიას სახელი. ილიკო სუხიშვილის სახელი. ამაზეც პასუხი მოგვივიდა, ჩვენ არ გვეხება. ეხლა შეკითხვას რაც შეეხება. სოფლის მეურნეობის აგრარული ქვეყანა ქვია და 1800 წელს მოიგონეს თუნუქის ქილების წარმოება საერთოდ რა. 21 საუკუნეა თვითმფრინავის ვაკეთებთ, ტანკებს ვაკეთებთ და საკონსერვო ქვაბს არ უშვებთ და ქილას არ უშვებთ. თქვენ რეგიონში ქვეყანას ვერ დამისახელებთ, რომელიც საკონსერვო ქვაბს და ქილას არ უშვებდეს. ყველაზე მეტ კონსეპტს მოიხმართ ის სტრუქტურა, რომლის ქვემდებარეც არის ეს საწარმოები, რომლებსაც შეუძლიათ ამას საბოტაჟი ქვია თუ არ ქვია საბოტაჟი? ეს არის ჩემი შეკითხვა. მადლობთ. პირდაპირ გავცემ პასუხს, დიახ, ამას ასეთ რაღაცებს ვლაპარაკობდი ზუსტად. სწორედ ეს არის, რისი გადაჭრისუნარიანიც უნდა იყოს ხელისუფლება. ის ასეთ საკითხებს უნდა როგორც მზესუმზირა ეგრე აწყაპუნებდეს ბოდიშთა ამ შედარებისთვის. რაც შეეხება ქილების წარმოებას და მაშინ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ უნდა წავწიოთ ეკონომიკა წინ და ასე შემდეგ და მით უმეტეს თუ რაღაცა ბაზა არსებობს და იქ ამ წარმოების არამუშავება, არ ვიცი, ალბათ საბოტაჟია. იმიტომ რომ ეს ჭირდება ყველას. თქვენის რომ პროდუქცია წარმოებს 3 ტიპის ძირითად 4 ტიპის შეფუთვაში, ეს არის ესე იგი პლასმასის ეგრეთ წოდებული ჭურჭელი, მეორე არის მინის ჭურჭელი, მესამე არის თუნუქის და მეოთხე არის სხვა დანარჩენი ქაღალდი, ცელოფანი და ასე შემდეგ. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენ თუ დააკვირდებით დახლებზე პროდუქციის ძალიან დიდი ნაწილი თუნუქის ქილებშია და როგორ შეიძლება არსებობდეს შესაძლებლობა ამის წარმოების და ვიღაცა ამაზე ამბობდეს უარს. მეც არ მესმის ნამდვილად. კიდევ ერთი მაყურებელი ყავს ხაზზე, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობათ, თემო. მე პირადად 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ ხელისუფლებაში რო იყოთ უფრო მეტი ძალით,
უფრო სწორედ დაალაგებდით და ადამიანურად დაალაგებდით ყველაფერს ხელისუფლებაში. სამწუხაროდ თქვენ ხმაში გატყობთ, რომ რაღაცეებში კმაყოფილი არ ახართ. მე წინადარ ეკვაზეს დაგირეკეთ და გთხოვეთ, რომ ცოტა პრინციპულად დააყენოთ საკითხი და თუ რაღაც არ მოგწონთ და იცით, რომ იქ შეიძლება გაიმართოს საქმე და არ იმართება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დავაყენოთ საკითხი უფრო პრინციპულად, თუ არა და თუ ასეთ ჭეშმარიტ რაღაცეებშიც კი არ წყდება საქმეები, მაშინ ოპოზიციიდან გავაკეთოთ, მე ვფიქრობ, თუ შინიდან არ გამოდის ესეთი საქმეები, ოპოზიციიდან უფრო გამოვა და ერთით მე ძალიან გამიკვირდა, რატომ მოხდა მთავრობის სხდომაზე ესეთი ფაქტი, როდესაც ღარიბაშვილმა უმიზეზოდ ეწოდებულ შეუტია ჯავახიშვილს და პასუხის გაცემის უფლებაც კი არ მიცა, გაიქცა თემიდან და გადავიდა სხვა თემაზე. საერთოდ რა ხდება ფორუმთან, რატო ხდება ესეთი უაზრო დაპირისპირებები და აი ამაზე თუ შეგიძლიათ რომ პასუხი გამცეთ. მადლობთ. დიდი მადლობა. პრინციპში პრინციპულობას მე ვერ ვიტყვი, რომ მე პრინციპულობა მაკლია, სადაც შეიძლება ვისაუბრო, მე ყველგან ვსაუბრობ, მე არ მაქვს პრობლემა ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ სადმეს. უბრალოდ აქ რა არის, მე რატო ვარ ახლა, აი რატო ვსაუბრობ, ის კი არა, რომ მე რაღაცაზე ნაწყენი ვარ, ან გაბრაზებული ვარ. მე ვფიქრობ, რომ არსებობს ტემპები, რომელიც შეიძლება აიკრიფოს. ის რომ რაღაცა კარგია, მაგალითად პირობითად ჩემი ტემპებისთვის მიმაჩნია, რომ არ არის საკმარისი, იმიტომ რომ მე მთელი ცხოვრება სხვა ტემპებით ვიცხოვრე. ვფიქრობ, რომ საქართველოს ესაჭიროება შეიძლება